ჩვენ გადავედით ღარიბი სონიკიდან მდიდარ სონიკზე GTA 5-ში. წინ სონიკმა და მისმა თანამზრახოლებმა მოიპარეს მთელი მსოფლიოს ფული და ვერავინ აჩერებს მათ. ჩვენ მოგვიწევს ფულის შოვნა, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მდიდარი სონიკის ფორმა და გავხადოთ ის ყველაზე ძლიერი. შევძლებთ თუ არა მსოფლიოს გაღარიბებისგან გადარჩენას. წავედით. გამარჯობა, თუ ვინმე აქ გაივლის, შეგიძლიათ ერთი მონეტა მონცეთ, ვირთ ხაზზე უფრო ღარიბი ვარ. ჩემ მეგობრებს შევპირდი, რომ ფულს ვიშოვიდი, რათა ქუჩიდან გამოსულიყავით, მაგრამ სიმართლე რომ თქვა, საქმეები ძალიან ცუდად მიდის. და ამაზე რომ საუბრობ, სად არიან ჩემი მეგობრები? რამდენიმე დღეა არ მინახავს ისინი და უკვე შიმშილით კვდები. იმ მცირედ ენერგიას გამოვიყენებ, რაც დამჭა, რომ მათ საძებნელად წავიდე. ისინი ძალიან შორს ვერ იქნებიან ბოლოს და ბოლოს, ისეთივე ღარიბები არიან როგორც მე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უცნაურია, აქ არც მანქანებია და არც ადამიანები სეირნობენ. რა ჯანდაბა ხდება აქ? ერთი წუთით, რა არის ეს ფულის თხარო და რა არის ის გიგანტური მონსტრი? ისინი იქ ხომ ჩემი? მეგობრები, რას აკეთებთ მათთან? ეი, რა ხდება აქ? ამდენ ფულს რას აკეთებთ და ჩემს მეგობრებს რას უშვრებით? კეთილი იყოს შენი მობრძანება, სონიკ. ჩვენ მოვაგროვეთ მთელი მსოფლიოს სიმდიდრე და ფული და შენი მეგობრები გავიტაცეთ, რომ გავხიდოთ და კიდევ უფრო გავმდიდრდეთ. ჩემი მდიდარი სიმსონიკების მთელი არმია დაიპყრობს მსოფლიოს. არა, მოიცადეთ, ამას ვერ გააკეთებთ, ისინი ადამიანები არიან, ვერ გაკიდით მათ. ჩვენ თქვენთვის ვიმუშავებთ, ყველაფერს გავაკეთეთ, რაც საჭიროა, მაგრამ გაათავისუფლეთ ისინი, გთხოვთ. ნუ გამაცინებთ. არავის გავათავისუფლებთ. სინამდვილეში ჩემს ყველა ხელქოითს გავგზავნი, რომ მოუმზადონ ისეთი გამოცდები, რომელთა გადალახვაც შეუძლებელია. ამასობაში ისინი გამოიყენებენ ჩვენს მიერ მოპარულ სიმდიდრეს და შენს მეგობრებს სხვებს მიხიდიან. ეს არ შეგიძლიათ გააკეთოთ. მე შუმად იყავი სულელო, ყველას გავყიდით გარდა შენისა, რადგან ღარიბი ხარ, ბინძური და საზიზღარი. შენ საქმეს ჩვენი ახალი ხელქვეითი, შინ სიმსონიკ ჯუნიორი მიხედავს. ხო, მოემზადე, მე დაგამგავრებ. მომეცი ცოტა ფული რომ გავანადგურო. კარგი თებასო, აიღე $100, გამოიყენე შეი ფორმის გასაუმჯობესებლად და იმ იდიოტის გასანადგურებლად. ხო, დიდი მადლობა. ეხლა შეგიძლიათ წახვიდეთ. არა, მოიცადეთ, არ წახვიდეთ. და არ წაიყვანოთ ჩემი მეგობრები, არა. არა, ჯანდაბა, ყველა წაიყვანეს. იახ, და ახლა $100 გამოვიყენებ, რომ ფორმა გავიუმჯობესო და ერთი წუთით იდეა მაქვს. თუ ფულით ფორმას იუმჯობესებ, ჩემს ბოლო ენერგიას გამოვიყენებ, რომ დაგარტყა, სანამ მას გამოიყენებ. აი ეს და ეს. დიახ. იქრობდით რომ დამამარცხებდი, მაგრამ გეუბნები რომ არა. ხო, მე გავაგდე ის. და ახლა ეს $100 მთლიანად ჩემი იქნება. შემიძლია გამოვიყენო ისინი, რომ გავაუმჯობესო ჩემი ფორმა, როგორც მათ თქვეს. ასე რომ, აი მივდივარ, შევიწოვი ამ $100 ძალას. რომ შევძლო შინ სონიკის ხელქოითების დამარცხება, ჩემი მეგობრების გადარჩენა და გავმდიდრდე. ეს საოცარია. უფრო დიდი ვარ, უფრო ძლიერი ვარ და ახლა $100 ფასი მაქვს. ამიტომ ვაჩვენებ იმ სულელებს ძალას, სისწრაფეს და უნარს, რაც ახლა მაქვს. გადავარჩენ ჩემს მეგობრებს და გავმდიდრდები. მოდი, წავედი, ხო? და აი აქ ვარ საბოლოოდ. რა ჯანდაბაა ეს ადგილი, რა უცნაური გამოცდა ეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, შეუძლებელ გამოცდაზე, რომელსაც ვერავინ გაივლის, რადგან ვერავინ შეძლებს შენი მეგობარი ტეილზის ყიდვას და მით უმეტეს, ვერავინ მიიღებს იმ $100, რაც აქ მაქვს. იცი რატომ ვერავინ მივა შენს მეგობართა საკიდლად? იმიტომ რომ მე ვიყიდი მას და ის ჩემი იქნება. ვერავინ შეძლებს გადალახოს ეს ყველა გამოცდა იღბლის ბლოკებით და სასიკვდილო მახეებით. ეს შენი მეგობრის დასასრულია, სულელი მეგობარო. მე არ დამიმარცხებია პირველი შინ სონიკი იმისთვის რომ აქ სულელად დავრჩე. ამ ბომბებს ავიცილებ აქედან და მორჩა. აქედან გადავხდები, ყველა ავიცილებ, სულ არ მადარდებს, რამდენად ძლიერ აფეთქდებია. მე ვარ სონიკი, რომელიც $100 ადრიეს. აღარ ვარ ღარიბი და გავაგრძელებ მანამ, სანამ ბოლომდე არ გავმდიდრდები. დიახ, არც ერთი ბომბა არ შემხებია. დროა ვნახო, რას მომიტანს ბედი. აი იქ არის. კარგი, ეს მხოლოდ სადღესასწაულო ფეიერვერკები იყო. მომიწევს დაველოდო, რომ შემდეგში მეტი გამიმართლოს. ახლა ამ პარკურს გადავლახავ. ადრე, როცა ღარიბი და ბინძური ვიყავი და მხოლოდ $1 ვრირდა, ასე სწრაფად გადაადგილება და პარკურის გაკეთება შეუძლებელი იყო. მაგრამ ეხლა ეს ბევრად უფრო მარტივია და ამას აუცილებლად შევძლებ, თუ საჭირო იქნება ჩემი მეგობრის გადასარჩენა. და რა თქმა უნდა, რომ ის სიღარიბიდან გამოვიყვანო. დიახ. იღბლის შემდეგი ბლოკი. რას მიმზადებს ის? მოდი ვნახოთ.
ნახოთ. ვაჰ. მანქანა, მაგრამ აქ დიდად არ გაუმადგება, რადგან მხოლოდ დამტრევა შემიძლია. ჯერჯერობით არ ვიმართლებს, მაგრამ არ მეწყინება. ამ პარკურს აუცილებლად გავივლი. წავედით და მივახცევ შემდეგ იღბლის ბლოკებს. და ნებისმიერ გამოცდას რაც იქნება. იმ სულელურ მონსტრს ჩემთან ვერაფერი გამოუვა. წავედით, ნახტომი. შესანიშნავია. იდეალურად გამომდის. დიახ, პარკური დასრულებულია. ეხლა ვნახოთ რას მომიტანს ეს იღბლის ბლოკები. ვაუ, პუმად გადავიქეცი. რა ჯანდაბა. ეს უცნაურია, მაგრამ კარგი. სანამ შემიძლია შემდეგი ბლოკის გახსნა, ყველაფერი კარგადაა. წავედით. შესანიშნავია. ჩემი ფორმა დავიბრუნე. ეხლა ვნახოთ ეს რას მომცემს. ის ძალიან დიდია, მაგრამ შემიძლია გავხსნა. წავედით. კარგი ველოსიპედი. არ ვიცი გამომადგება თუ არა. უი, რაკეტები აქვს. მაშინ გამომადგება. რომ ეს მონაკვეთი გადავლახო. გაეთრია აქედან. აი, უი. წავედით. იდეალური დაშება. შესანიშნავია. ეხლა ვნახოთ ეს ბლოკი რას მომცემს. წავედით. ამ ბლოკმა მომცა? დიახ, იარაღი. არ მაწყენდა რომ ის სულელი შინსონე გავაკვირო. ბრუნდები ჩემს ველოსიპედზე და გადავკვეთ. ვაუ, დიახ. შესანიშნავი მანევრი. დროა გავტეხო ეს იღბლის ბლოკი. ვნახოთ რა შემხდება. აი ის. გვაქვს და ბოლოს მომიწევს რაკეტსატვორცნი. ეხლა ყველაფერი საინტერესო ხდება. ეხლა გავივლი ბოლო წისქვილს. არა, როგორც ჩანს ვარდები, მაგრამ ტურბოს გამოყენება შემიძლია. დიახ. და ახლა გადავდივართ იღბლის ბოლო ბლოკზე. როგორ მოხვედი აქამდე? როგორ გაგიმართლა ასე ძალიან? ეს ბლოკები დაყენებული იყო მოსაკლავად. როგორც ჩანს, უიღბლობის ბლოკებშიც კი იღბალი ჩემს მხარესაა. მოდი ვნახოთ რა ამოვარდება ამ ბლოკიდან. დიახ. მგონი ზუსტად ისა, რაც სჭირდებოდა. მსოფლიოს ყველა იარაღი. თუმცა მგონია, რომ ყველაზე მეტად ექსკალიბურის მახვილი მომწოს. ეხლა მიიღე შენი დამსახურებული სასჯელი ფულის მოპარვისთვის და ჩემი მეგობრების გაყიდვის მცდელობისთვის. აი ესე, მიიღე ეს. ექსკალიბურის ძალა პირდაპირ სახეში. დიახ, ეხლა გთხოვ დაიკარგე. დიდი მადლობა. აქედან გამოგიყვან მეგობარო ტეილს. წავედით. დიდი მადლობა რომ გადამარჩინე სონიკ. ეხლა გამოიყენე $100 რომ კიდევ უფრო გააუჯობესო შენი ფორმა. და წადი გადააჩინე ჩვენი მეგობარი ეიმი. შეძლებ. რა თქმა უნდა, ტეილს. ახლა ვნახავ რა ძალას მომცემს ეს $100. სწრაფი თამაშია. გაქვს მხოლოდ 20 წამი რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი. რათა გააუმჯობესო მდიდარი სონიკის ფორმა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას სონიკი, შეიძლება იმდენივე ფული გქონდეს, რამდენიც მას. ასე რომ მე შენ ადგილას ვიჩქარები, დრო იწურება. არა. ჰო, კი, რა სიგიჟეა. $100 შევიწოვე. ახლა კი უფრო დიდი და ძლიერი ვარ, ვიდრე ადრე. ასე რომ შენი ნებართვით თელს, პირდაპირ ემის გადასარჩენად მივდივარ და კიდევ უფრო მეტ ფულს მოვიპოვეთ, კი? და ბოლოს, აქ ვარ, მზად ვარ, გავიარო შემდეგი გამოცდა, ღმერთო ჩემო. საკმაოდ რთულად გამოიყურება. ეს მოტოციკლის ტრასაა? კი. მოტოციკლის ტრასა. ანუ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც მოტოციკლის საყიდლად საკმარისი ფული აქვს, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ შეუძლებელია, რომ ვინმემ ეს ფული, ჩემი $100,000 მოიგოს. და შეუძლებელია, რომ აქ ვინმე მოვიდეს, ჩემი საყვარელი ახალი შეყვარებული ეიმი, რომელსაც არ ვაპირებ გავხიდო. რა ბედნიერი ვარ აქ. მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს ბედნიერება გაქრეს, რადგან ახლა მე $100 ვღირი. ეს ნიშნავს, რომ შემიძლია ეს მაგარი მოტოსონიკური მოტოციკლეტი ვიხიდო. ვემზადე სულელო, რადგან ამ ტრასას რაც შეიძლება სწრაფად გავწდები. წავედით, ზუსტად ასე. დიახ. ეხლა ფრთხილად უნდა ვიყო ამ ფრთასთან და არ უნდა გადავარდე. წავედით, წაიახ. თითქოს სიჩქარით ვერ გავარ, მაგრამ ეს ტყუილია. დიახ, სიჩქარე ჩემს ხარესაა. ვაუ, ძლივს გადავრჩი. ეხლა აქედანაც სწრაფად ავალ, დიახ. წავედით, ეს გამოცდა ძალიან მარტივია. თელ ამ ტრასას გავივლი, რადგან ახლა მე $100-იანი სონიკი ვარ, აღარ ვარ ღარიბი. ეხლა დღეს აქ არაფერი ჩანს, ჯანდაბა. ეს კარგი მახია, მაგრამ საკმარისად კარგი არაა რომ შემაჩეროს. ახლა მდიდარი ვარ და ამიტომ შეუჩერებელი ვარ. წავედით. კიდევ ერთხელ, ეს ბუჩკები ვეღარ შემაჩერებენ. შემიძლია მათშიც კი გავიხედო. და ეს, კარგი.
აკი ნამდვილად ფრთხილად უნდა ვიყო, თორემ ჩავარდები სიცარიელეში და ყველაფერი აირეო. კარგი, ეს პიტას პურები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. აქედან ადვილად ავალ. წავედით. და ეხლა ამ ხრიდან ასე უნდა გაკეთდეს. ნებართვით ცოტა დავაჩქარებ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთო. დიახ, ჩანს რომ ნებისმიერ მომენტში დავეცემი, მაგრამ შემიძლია ბალანსის შენარჩუნება აქედან გარეთაც, კაცო. ეხლა მთელი ძალით მივდივარ, არაფერი და არავის შემაჩელებს. თუმცა, აქ ფრთხილად უნდა ვიყო, ეს ძალიან წვრილია. კარგი, ფრთხილად. სად მიდიხარ? გეგონა რომ დავეცემოდი, მაგრამ არა. ეს ჩემთვის ძალიან მარტივია, ხო? წამო, ამასაც მარტივად გავივლი. და აქ აუჩქარებ, ხო? კარგი, საკმაოდ კარგად უმკლავდები. ასე რომ პრაქტიკულად შეუჩერებელი ვარ. მე შევძლებ ემის გადარჩენას და შევძლებ იმათი $10,000 დაღებას. სინამდვილეში ამ შემოკლებულ გზას ავილებ. აი ასე მომწონსო? ახლა ამ ხრიდან იდეალურად. მარჯვნივ წავალ, დავუარიდებ თავს დაბრკოლებებს. მაგარია, აი ასე. და ყოველთვის ვეცდები არ ჩავარდე. წავედით, უზარმაზარი ნახტომი. ჰო, ასე კეთდება საქმეები. ეხლა ამ ხრიდან ავდივარ, ხო? წავედით, არაფერი ამ ყველაფრიდან არ შემაჩერებს, გაიციეთ. ახლა აქედან ფრთხილად ავალ. ზუსტად საჭირო მომენტში ავიჩქარებ და ამ რამპებს გამოვიყენებ. ვაი, თითქმის ვერ შევძელი, მაგრამ მივდივარ, დიახ. წამო, ეხლა ყველაფერს ვსდებ, საბოლოო ნახტომისთვის მივდივარ. მოემზადე, შენთან მოვდივარ, დიახ, მოტოს ტურბო და აქ ვარ. ბოლო სიტყვა ხომ არ გაქვს, სონიკ რიკო, სანამ ჩემს მოტოს შენთან გავაგზავნი. ეს ზარგად იკეთებია. შეუძლებელია ვინმეს აქამდე მოეღწიოს. მთელი ჩემი ფული ამ ტრასის აშენებაში დავხარჯე. და გაჩუმდი და მოკვდი, სულელო. დიახ, იქ სამუდამოდ იჯდები, უიღბლო. არ ინერვიულო, ეიმი, მე გაგათავისუფლებ. დიდი მადლობა, სონიკ. ბოლოს ვიღაცამ დამართავისუფლა. ეხლა როცა ანაროთ ხარიბები, უნდა გავაგრძელოთ და გადავაჩინოთ მსოფლიოში სონიკისგან. ვიცი, ძირფასო, ამიტომ ვაპირებ გავაუმჯობესო ჩემი ფორმა ამ $10,000. ეს არის ჩემი ახალი $10,000 სონიკის ფორმა. დიახ. ღმერთო ჩემო, სულ უფრო მდიდარი ხდები, ეს საოცარია. ნებართვით, ეიმი, ეხლა მგონია რომ დროა ნაკლზე გადავარჩინოთ. მაშასე, მოვდივარ, დამელოდე მეგობარო. კარგი, აქ ვარ. მთელი ძალით და ფულით, რაც ახლა მაქვს, მზადო რამ უცნაურ გამოწვევას შევეჭიდო. აქ ვერაფერს გააკეთებ, სურემო სონიკი. ვერ შემაჩერებ ნაკლზი რომ გავკიდო და ვერც ჩემს $100,000 მიიღებ. იმისთვის რომ ეს გააკეთო, უნდა დაანგრიო აქ არსებული სხვადასხვა ქვები შენი ძალით და უნარით. და შეუძლებელია რომ ბოლომდე მიაღწიო. ეხლა ამას ვნახავთ. შენ ესაუბრები სონიკს, რომელიც ახლა $10,000 ღირს და აღარ არის ღარიბი. ეხლა აქ მე უმართავ. ნახე, $10,000 კაცის ძალა. აჩა, დიახ. ის ყვა უკვე შორს წავიდა აქედან. მე მაქვს დიდი ძალა, რომელსაც ფულის ძალა მაძლევს. ასე რომ, ეხლა შემდეგ ყვაზე მივდივარ. აჩა, ეს და ეს, რატომ არ მუშაობს? მგონია ახალი სტრატეგიის ცდა მომიწევს. ძალიან კარგი. $10,000 გამრავლება. ეს, დიახ. შიდობით სულელო ლავის ქვა, ვერ დავამარცხე. და ეხლა, როგორც ჩანს, ჯოჯო ხეთის ქვას ვეჯახები. გონი იდეა მაქვს. ავამტვრევ მას ზედიზედ დარტყმებით. წავედით, მიიღე მუშტების ავტომატი. თითოეული დარტყმა $100,000 ღირს. იმიტომ რომ დიდარი ვარ და კიდევ უფრო გამდიდრდები, რათა თქვენგან სულელებისგან სოფლიო გადავარჩინო. ესე, ამას მიიღებ, ძირში გავტეხავ და დავასრულებ მას. დიახ. და როგორც ჩანს, ეხლა მხოლოდ ერთი კედელი დამრჩა, ერთი ქვა. ვაუ, სიმართლე რო თქო, საკმაოდ დიდია, საკმაოდ მაღალი. ვაპირებ გადავხტე რომ გავიგო რამდენად დიდია. დედა ჩემო, არასდროს მინახავს ასეთი დიდი რამ. რა სიგიჟეა. სხვა გზა აღარ დამრჩა. ჩემს მთელ ენერგიას მუშტში მოვუხრი თავს და ამ თვარის ლოდს გავანადგურებ. ეს არის ეგრეთ წოდებული $10,000 მუშტი. არ გატყდა.
ესე იგი, კარგად არ გავაკეთე. ახლო დამცდი. აი ასე უნდა მუშტის დარტყმა. $10,000 მუშტი. აი ასე. დიახ. გაფრინდი სურელო მთვარის სხვა. დიახ, ავარ დარჩა გასანადგურებელი ქვები. როგორ მოგეწონა ეს შინ სონიკ? ეხლა დროა ვნახოთ, ვინ არის აქ უფროსი. ნუ გამაცინე, იმ ქვებს ბავშვიც კი გაატეხავდა, შეუძლებელია რომ შენ შეძლო. აი? არა! მაშ, ესეც სცადე. ნახე რა შეუძლია ნამდვილი $10,000 სონიკს. სუპერ მუშტი, საბოლოო სუპერ მუშტი, დაუმარცხებელი. დიახ. აი ესე რომ ავარ შეგაწუხო, უიღებლო. ეხლა გვირფასო მეგობარო, იქიდან გამოგიყვან. ვაუ, რა მარტივია. გმადლობ მეგობარო სონიკ, ეხლა გამოიყენეს $100,000, რომ კიდე უფრო გააუმჯობესო შენი ფორმა. და წადი, გადაარჩინე შედოუ. ასეც იქნება მეგობარო, ასე რომ გადგი გვერდზე, ნახავ რა არის ფულის ძალა. აი მოვდივარ. დიახ. ჰეი! ეხლა მე $100,000 ვღირი. ეს დაუჯერებელია. თუ კიდევ გაუმჯობესდები და $1,000,000 მივაღწევ, ოქროს გავხდები და მაშინ შეუჩერებელი ვიქნები. ეხლა ამ ძალით შედოუს გადავარჩენ. აი აქ ვარ. ვაუ! ციხესიმაგრე იყიდეს ფულით. ორმაგი ციხესიმაგრე. სიკვდილის ციხესიმაგრე, რომელიც $1,000,000 ღირს. როგორც ხედავ, ყველაფერი ჩემი საკუთრებაა. სუფთა ოქროში ვარ აბანავე, თუ არ აპირებ. ციხესიმაგრის საფრთხეებს გადალახავ. შემოდი შიგნით და იქ დაგელოდები, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი ცემა მოგიწევ. ის ყველაზე დიდი ცემა მოგიწყო. ნახავ, როგორ უხიდი შენს მეგობარ შადოუს. მივდივარ. ეს ციხესიმაგრე ჩემთვის პრობლემა არ არის. აქ რაღაც უცნაურია. რაღაც საეჭოდ მეკნოსება, რა ჯანდაბა. ჩონჩხები ცეცხლოვანი מחვილებით ჯოჯოხეთიდან მოდიან, თუ რა ხდება? ეხლა მე $100,000 ვღირი და ისეთი ძალა მაქვს, რომელზეც თქვენ ჩონჩხებო მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ. მაშ, წადი შენს ჩონჩხ მეგობრებთან ერთად. კარგი, მე ამ სასახლეს ჩონჩხებისგან გავწმენთ. მოდით აქ. აჩა დიახ, არც ერთ ჩონჩხს ცოცხალს არ დავტოვებ. აჩა, მიიღეთ ეს. დიახ. ნუ ცდილობ დამალვას. და შენ ცდილობ შემიდიო? ნუ გამაცინებ. წადი შენს მეგობართან ერთად დასაღუპად. დიახ, მთელი არმია მელოდება. ეს სახალისო იქნება. აქედან გაეთრიეთ. აჩა, მიიღეთ ეს. და ეს. თქვენგან არც ერთი ვერ შემაჩერებ ჩონჩხებო. აჩა, აქედან მოშორდით, საკმარისია. ეს იყო ერთადერთი რაც შეგეძლოთ გაგეკეთებინათ. წავედით. ნუ გამაცინებთ, ეს ძალიან მარტივია. გზიდან ჩამოვეცალეთ. აქ ვარ. კიდევ ერთი. აჩა, დროა შევიდე სასახლეში და დავასრულო ეს ყველაფერი. ვაუ! რა უცნაური სასახლეა შიგნით, არა? ყველაფერი ლავითაა სავსე. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია. და ამ ჯოჯოხეთში მოკვდები. ვერ მიასწრებ შენი მეგობრის გადარჩენას. ვერც $1,000,000 დააკნოსავ რაც აქ მაქვს. შენ ვეწახო, ჩონჩხებო, იჩკარეთ. ესაა ყველაფერი რისი გაკეთება შეგიძლია. ჩონჩხების გამოგზავნა. ნუ გამაცინებ, აჩა, გზიდან ჩამომეცალეთ, სულელო ჩონჩხებო. აჩა, მიიღეთ ეს. დიახ, აჩა, თქვენ ვერ მომერევით. ყველას დაგამთავრებთ. ესაა $100,000 სონიკის ძალა. რომელიც მალე $1,000,000 მიაღწევს. დიახ. აი ეს, მიიღე. და შენ, ჩონჩხიკო, შენც გამეცალე გზიდან. ესენი იყვნენ ყველა ჩონჩხი. არა ბრადო არ განან სულელო. ეხლა აქ მოდი. შენ ხომ სუფთა ოქროს გახარ, არა? ვნახოთ, მართლა დნება თუ არა ოქრო. შედოუ მეგობარო, მე გამოგიყვან იქიდან, ხო? უკვე თავისუფალი ხარ. დიდი მადლობა გადამრჩენისთვის შენისთვის სონიკ. ეხლა დროა, აიღო ის $1,000,000 და გადაარჩინო ჩვენი ბოლო მეგობარი, დიდი ლომი. ბოლოს ოქროსი გავხდები. მეც, რადგან ეს არის ჩემი $1,000,000 სონიკის ფორმა. დიახ. მე ყველაფერი შევიწოვე, გარდა ცოტა ოქროსი, რომ ლავაში არ ჩავარდე. ეხლა დროა ვიფრინო ამ ოქროს ძალით. დიახ. და პირდაპირ მივდივარ, რომ გადავარჩინო უკანასკნელი. ჩემი უკანასკნელი მეგობარი და გავხდე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი. კარგი, უკვე აქ ვარ. მზად ვარ მოვითხოვო ის, რაც ჩემია. მე ვარ სონიკი, $1,000,000 და ვაპირებ დავასრულო ეს აქ და ახლა.
მართლა გონია რომ დამამარცხეთ მე დიდებულ შინ სონიკს ჩემსავე კოლიზეუმში ვერაფერს დააკეთებ და ვერც იმ $100 მილიონ საიგებ რომელიც საიქა შენ სულ მეგობართან ერთად მოემზადე რადგან ეს შენი დასასრულია ანუ მხოლოდ შენ უნდა დაგამარცხო. სწორედ ამას გავაკეთებ მარტივად. აი ეს მიიღე. წყეულო ძალიან ძლიერი ხარ და შენი ხელები სუფთა ოქროსგანაა. ეს მათ უფრო ძლიერს ხდის. მაგრამ მეც ბევრი ძალა მაქვს. ნახე ეს? ოჩა, ნახე რას ვაკეთებ $1 მილიონი ძალით. ოქროს სხივი. ოჰო, რა სიტყვი, აი ესე, მოდი, კარგად გცემ, მიიღე, გამიშვი, წყეულო, მიიღეს, ოქროს სხივი, ოჰო. ნახე როგორ განადგურეთ ჩემი ოქროს სხივი, შეუჩერებლად, რთული მოწინააღმდეგია. ეს კოლიზეუმი მისი ტერიტორიაა, მაგრამ ის $100 მილიონი, რომელსაც შენი უფროსისთვის ინახავ, ჩემი იქნება. მიიღე შენ, მიიღე, კიდევ ოქროს სხივი, მიიღე ეს, ოქროს მუშტი, დიახ, მიიღე ეს. წავედით, უნდა დავასრულო ეს ბრძოლა. ეხლა ან არასდროს, ოქროს მუშტი და რა ჯანდაბა, მიიღე. აი ასე. ნახე ჩემი ძალა. აიღე. ნახე, რისი გაკეთებაც შემიძლია. დიახ. გასინჯეს. აბეთქების ტალღა. აიღე. დიახ, ნახეს. ეს სონიკის ძალა, $1 მილიონი ძალა. დავამთავროთ ეს. აიღე. დიახ. მიიღე და კიდევ მიიღე. ეხლა კი დავამთავროთ ეს სანამადგები. $1 მილიონი საბოლოო დამამთავრებელი მუშტი. მიიღე. შვიდობით სულელო შინ სონიკო, შენ ჩემთვის მეტოქე არ ყოფილხარ. დამშვიდი ლეონ, მე გაგათავისუფლებ იქიდან, დიახ, უკვე თავისუფალი ხარ მეგობარო. დიდი მადლობა რომ გამათავისუფლე სონიკო. უდავოდ საუკეთესო ხარ და იმსახურები იმ $100 მილიონ. გამოიყენე ისინი და გადაარჩინე მსოფლიო შინ სონიკოსგან. ის უკვე ანადგურებს მას. და სწორედ ამას გავაკეთებ მეგობარო. აივე ეს ფული. $100 მილიონი ჩემთვის, ჩემი საბოლოო ფორმისთვის. ჰურა! დიახ, მაქვს ჩემი საბოლოო ფორმა. $100 მილიონი სონიკი, მთლიანად დაფარული სუფთა ოქროში. ეხლა კი მოემზადოს ის სულელი, შინ სონიკი. ამას ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებ. და ბოლოს, აი აქ ვარ. დადგადრო რომ შეგაჩერო და არ დაგანებინო სამყაროს განადგურება. სონიკი, ვაღიარებ რომ ძალიან დიდი და მდიდარი გახდი, მაგრამ ვერასდროს დამამარცხებ. მე ვარ ყველაზე მდიდარი და ახლა შენს დამარცხებას ვაპირებ. ეს ეხლა გამოჩნდება. ნახე ჩემი სიმდიდრის ძალა. მიდი, ვნახოთ რას შეძლებს სულელო. ეხლა ყველაფერს ვდებ. ნახე ჩემი ძალა. შენი ოქრო ისეთი სუფთა არ არის როგორც ჩემი. თუმცა უნდა ითქვას რომ მას ოქრო კუნთებში და თავში აქვს კონცენტრირებული. ამიტომაც ჩემზე დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთნაირად მდიდრები ვართ. აი ეს მიიღე. ლურჯი ოქროს სხივი. მეც შემიძლია ეგ გავაკეთო. აი ეს. ეჩა, უნდა მოვშორდე ქალაქს. ასე ზიანი მინიმალური იქნება. წავედით, ამას ვასრულებ. რაც უფრო შორს ვარ, მით ნაკლები ადამიანი დაზარალდება. აი ეს მიიღე. დიახ, გამოვავლე შენს ნამდვილ სახეს. დაგამთავრებ. რა ოქროს აფეთქება? ეს ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. ასე რომ, ახლა დასუსტი და გამოიტენე მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ შეგეძლო. ჩემთან ერთად. აი ეს მიიღე. აგ და ახლავე დაგამთავრებ. დიახ, ეს სადე, დიახ, ხო, დროა წახვიდე, დიახ. ის ისევ ბრუნდება და ჩანს, რომ კიდევ უფრო გაათავისუფლა თავისი ძალა. მისი ოქრო ახლა უფრო ნათელია. აი ეს მიიღე. აქ და ახლა უნდა დავამთავრო მასთან. ვერ მივცემ შანსს რომ ამჯერად გათავისუფლდეს. ეხლა როცა მე მდიდარი ვარ და ჩემი მეგობრებიც მდიდრები არიან. გვექნება ის ცხოვრება, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. და ვერ დაუშვებ რომ ეს მხეცი ჩვენ დაგვამთავროს. აი ეს მიიღე. დიახ. დადგადრო რომ ბოლო მოუღო შენს ტირანიას, წყეულო მონსტრო. ასე რომ მოემზადე. რადგან ოქროთი მდიდარი შინ სონიკი, რომლის ღირებულება $100 მილიონ მეტია, გაგანადგურებს თავისი საბოლოო ოქროს საფეთქებით.
იახ, შენ სრულად განადგურდი, როგორც ჩანს გამარჯვებული აშკარაა. და ეს ვარ მე. ეხლა როცა მდიდარი ვარ, ჩემს მეგობრებს ფულს მივცემ. და ყველას, ვისაც ეს სჭირდება. აღარასდროს აღარავინ მოიპარავს მთელ ფულს. არც ხალხს გაყიდის, რადგან ამიერიდან მე ვარ მდიდარი, სონიკი, რომელიც ამ სამყაროს სამუდამოდ დაიცავს. დიახ.